მოგესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე. დღეს კეთი კეკელიასთან და გოგა ჩარცოლანთან ერთად გაატარებთ უახლოეს საათნახევარს. დღემშვიდობისა გოგა. დღემშვიდობისა დღეს ჩვენი გადაცემის ბოლო სატელევიზიო სეზონია. არასკევს დღეს ვხურავთ ჩვენ გადაცემას, ჩვენ სეზონს და მომავალ სექტემბერს უკვე შევხვდებით კვლავ განახლებული ეთერით. ამიტომ ამ დღევანდელ დღეს გვინდოდა უფრო სადღესასწაულო ყოფილიყო ეს დამშვიდობება, ყოველთვის უფრო მხიარული სადღესასწაულოს დავარქვევთ ამას, მაგრამ ძალიან ყველანი მთელი ჩვენი არხი არის შეძრული ძალიან მძიმე ამბით. სხვათა შორის კეთი ჩვენ მთელი ამ სეზონის განმავლობაში საუბრობდით და ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ ჩვენი მაყურებელი არის 60+ მაყურებელი ძირითადად და ეს ის თაობაა, რომელიც პრაქტიკულად გაიზარდა ტელევიზორთან ერთად და უყურებდა იქ ხელოვნებისა და კულტურის საუკეთესო ნიმუშებს. ამიტომ ამ თაობას საოცარი სურვილი გააჩნია, რომ უყუროს ეკრანზე აი იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიდნენ ამ კულტურას და ქართულ ხელოვნებას და სხვათა შორის შემდგომ ის დიდი პერიოდი ქართული ტელევიზიის ისტორიისას ეთმობოდა უმეტესი გადაცემების სწორედ აი ამ მიმართულებას. შემდგომ შეიცვალა დრო და ტელევიზიიდან თანდათან განიდევნა, შეიძლება ასე ითქვას, იმ რაოდენობით ყოველ შემთხვევაში, რაც იყო სახელოვნებო პროექტები და მაყურებელს დარჩა ძალიან დიდი ნოსტალგია და მონატრება ასეთი ტიპის გადაცემებისადმი. სხვათა შორის იმ ადამიანებმაც დაფტოვეს ეს შენობა და ტელევიზია, რომლებიც ამ გადაცემებს აკეთებდნენ, მაგრამ შემორჩა ერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა სწორედ იმ დღით და იმ წარსულით, იმ საოცარი კულტურით და ხელოვნების იმ ნიმუშებით, რომლებიც ცოცხლდებოდა ამ არხზე. ეს ადამიანი საბედნიეროდ შემორჩა და ეს ადამიანი იყო ჩვენი კოლეგა მზია ლომთათიძე, რომელმაც ამისათვის, რომ ჩვენ მონატრებულ მაყურებელს აუცილებლად ქონოდა კვლავ აი დაკმაყოფილება მონატრებისას სწორედ იმ თაობის მე-20 საუკუნის საუკეთესო წარმომადგენლების, რომლებიც გაიცნო მაყურებელმა ჩვენი ეკრანიდან აი მათი მონატრების დაკმაყოფილებისთვის გააკეთა არაჩვეულებრივი პროექტი და ასეც დაარქვა, რომ ჩვენ არ მომკვდარვათ, ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ. ასეც დაარქვა მან ისესხა მარჯანიშვილის ცნობილი სპექტაკლის სახელწოდებიდან და იყო ძალიან პრინციპული ამ სახელწოდებაშიც კი სხვათა შორის და უნდოდა რომ ყველა ის უკვე გარდაცვლილი და წასული მოღვაწე ძალიან დაფასებულიც და შეიძლება ნაკლებად ცნობილიც კიდევ ერთხელ გაეხსენებია და კიდევ ერთხელ მაყურებლისათვის მათი მოღვაწეობა შეეთავაზებინა, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს ჩვენს ბიოგრაფიაში და ჩვენს კულტურულ ბიოგრაფიაში, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ამის შემდგომ მან შეცვალა სახელწოდება და კიდევ უფრო ნოსტალგიური სახელწოდება დაარქვა თავის გადაცემას, ძველი აფიშა და ამ აფიშაზე ყველა მართლა სახელოვანი ადამიანის გვარი გაიჟღერა და არა მარტო თეატრის, არამედ უკვე და ხელოვნების, მთლიანად კულტურის მეცნიერების მოღვაწეებზე დაიწყო გადაცემების კეთება და მართლაც იმიტომ გახდა ეს ორივე გადაცემა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი არხის სხვათა შორის და ყველაზე რეიტინგული და ყველაზე პოპულარული, იმიტომ რომ ჩვენი თაობის მაყურებელს ეს ძალიან ენატრებოდა და უყვარდა და ყოველთვის ელოდებოდა მზიას გადაცემებს. სამწუხაროდ ეს ასე აღარ მოხდება, იმიტომ რომ გუშინ მზიამ დაფტოვა. მზია რომელსაც მიუხედავად არასოდეს არ უნახავს მაყურებელს იგი და მისი გადაცემები იცის. იმდა სულ ვეუბნებოდი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გარეგნობა, არაჩვეულებრივი დიქცია, ერუდიცია გასაოცარი და სულ ვეუბნებოდი, რომ რატომ არ გინდა რომ შენ თავად წაიყვანო გადაცემა და ესე პირდაპირ მეუბნებოდა საოცარი ომორი ქონდა მზიას და მეუბნებოდა მე ამინდა ეკრანზე იქ უნდა იყოს ის ვინ საქმეს აკეთებს და მეთქე შენ არ აკეთებ ხო? მე იმათ საქმეებზე ვაკეთებ. ესე ამბობდა ხოლმე რომ არ დაიკარგოს. არასოდეს არ უყვარდა ას ფოტოს გადაღება და არც გამოჩენა, ამიტომ მაყურებელი მას არ იცნობს და არც ერთი კადრი სხვათა შორის ვიდეო კადრი არ გვაქვს მისი არქივში, იმიტომ რომ კატეგორიულად იყო ამის წინააღმდეგი. იყო ძალიან თავმდაბალი ამ მხრივ, მაგრამ ძალიან დიდი საქმისკეთებელი სხვათა შორის ეს სიყვარული ამ ტელევიზიისა და აი იმ თაობის და იმ ეპოქისა
დედისგან მოსდის, იმიტომ რომ ქალბატონი ლილი კოპლატაძე იყო ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი ამ ტელევიზიის, რომელსაც შექმნა თეატრალური რედაქცია და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ფონდში მაყურებელი, რომელიც უყურებს ხოლმე ამ ფრაგმენტებს ან თუნდაც სპექტაკლებს, ეს ქალბატონი ლილის დიდი დამსახურებაც არის, რომელსაც ეს ფონდი შექმნა და თაობებს დაუტოვა ქართული თეატრი შეფირზე აღბეჭდილი მე-20 საუკუნის და ეს სიყვარული დედისგან წამოიღო მზიამ და მართლა გასაოცრად უყვარდა თეატრი, იყო საოცარი აი ხარდამჭერი კი არა, ერთგული ქართული თეატრისა და არა მარტო ქართული თეატრის. და მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე აი მძველა ფიშაზე სწორედ მზიას სახელიც დაეწერება, მაგრამ მე მინდა გითხრა მზია, ჩემო მეგობარო და ჩვენ ერთად გავატარეთ მრავალი ათეული წელი, არა მარტო აქ, არამედ ცხოვრებაშიც და მე მინდა გითხრა, რომ ჰოპლა, შენ ცოცხლობ მზია, ნამდვილად ცოცხლობ და ფიქრობ, რომ ის რაც მზიამ ჯერ ლილიმ ქალბატონმა მე მზიამ ასე მოიტანა 21 საუკუნეშიც და დღევანდელ დღემდე აუცილებლად გაგრძელდება ჩვენ არხზე და ეს უდიდესი ტკივილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან ახალია და შენ არასოდეს არ მიეცემი დავიწყებას, ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ შენთან ერთად ხვებსაც, მაგრამ მათთან ერთად შენს, ჩემო მეგობარო და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საყვარელი გადაცემების შემქმნელო, ავტორო, პროდიუსერო. მადლობა ყველაფრისთვის შენ მზია. ძალიან მიჭირს ლაპარაკი დღეს მაპატიებს მაყურებელი და ეხლა გაიხსენებს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთაც მზიასთან ბევრი წელი გაატარეს, ერთი მათგანი ზურა ყიფშიძე იყო წამყვანი. ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ ამ გადაცემის და მზიამ ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ზურა მოსულიყო ტელევიზიაში და სწორედ ზურას გაეხსენებია ყველა თეატრალური მოღვაწე და ასევე მისი მეგობარი და მისი ასევე კოლეგაც, იმიტომ რომ ერთად ბევრი გადაცემა აქვს ჩაწერილი, რუსკო ბოლქვაძე, მოდით მოусმინოთ მათ. როგორ იხსენებენ ისინი მზიას? ისეთი საშინელება მოხდა, ისეთი ნერვიული არ ვიცი. ვინმეს მქონია კარგი ურთიერთობა, ადამიანური, საქმიანი, ერთ-ერთი რა თქმა უნდა მზია და საყვარლესია უჯერესი ქალი, რომელიც ძალიან დამაკოდა მეც და ყველას ვინც იცნობდა. ჯერ დედამისს ვიცნობდი, გადასარევი ქალბატონი იყო და მცოდნე და ახლა თეატრზე შეყვარებულია. რა მოხდება ეგრე ვსვათ როგორ აი მე ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებდა მზია, ზუსტად იმით, რომ მომავალ თაობებს დაუტოვა ესე შეკრებილი, შემონახული, ეს თეატრში შეყვარებული ადამიანი, მსახიობებში შეყვარებული და ზოგადად ნიჭიერ ხალხში და ნიჭიერებაში შეყვარებული ადამიანი იყო და ესე რაღაცა ოქროს მაძიებლის ინტერესით და აი ამ ენერგიით აგროვებდა ყველაფერს აი ამ მთელი თაობის და იმ პლეიადის, რომლებსაც ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ვინც ქმნიდა ჩვენს კულტურას, ჩვენი საზოგადოების აი უახლოეს ისტორიას, ვინც ქმნიდა ხელოვნებას ჩვენ ქვეყანაში, ზოგიერთს პირადადაც იცნობდა და აი ამ დიდ სიყვარულს მათ მიმართ ატარებდა, დიდ პატივისცემას და აი ამ ყველაფრით გაჟღენთილი იყო მისი ეს არაჩვეულებრივი გადაცემები. ჩვენ გადავიღეთ რაღაც პატარა ფილმი მიტოვებულ სადგურებზე, რკინიგზის სადგურებზე. და მახსოვს როგორ ეძებდა მთელ საქართველოში და როგორ იარა და სადღაც ძველ სადგურებში როგორ ვიხეტიალეთ და როგორ ვიღებდით და როგორი ახტაცებული იყო. ეხლა კიდევ ახალი პროექტი გქონდა ერთად აი ზუსტად ეხლა ჩაფიქრებული და რაღაცნაირად ისეთ კარგ გზაზე იდგა და გახარებული მელაპარაკებოდა, რომ აპირებდა გადაღებას ძველ კინოთეატრებზე, მოზაიკურ პანოებზე, აი ამ ჩვენს გარშემო რამდენია ესეთი ძველი ისენი მოზაიკები და ძალიან ბევრი საინტერესო თემები ქონდა და მთელი გადაცემების ციკლი ქონდა ჩაფიქრებული. და იმითი იყო განსაკუთრებული კიდევ, რომ აი ეს შეყვარება იცოდა იმ საქმის, იმ ჯერ ხო თავის საქმეში ზოგადად შეყვარებული იყო
და აი კონკრეტულად რასაც აკეთებდა იმ ამბავში იყო შეყვარებული. ხო, ეს სამძიმეა, თითქმის ყველა ჩემი გადაცემის პროდიუსერი იყო და მართლა მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და მე აუცილებლად მინდა რომ მის ბიჭს, რომელიც არაჩვეულებრივი ტრამატოლოგია გიორგი, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო არც ისე დიდი. კი, ძალიან კარგ შვილს, მას მიუსამძიმრო და საერთოდ ჩვენს ყველა კოლეგას და მაყურებელს და ქართულ კულტურას და ქართულ თეატრს, იმიტომ რომ დიდი კომაგი და დიდი ამაყდარი დააკლდა ნამდვილად. კიდევ ერთხელ მადლობა მზია შენ ყველაფრისთვის.